აგერ აი ესე თუ მიხვდებით ვინ არის თუ არა სახელგვარსაც მოვაყოლე. ძიუდო ძალიან რთული სპორტია. ბოლო ინდივიდუალური გამოსვლა ევროპის ჩემპიონატში შენ რაც გქონდა, დავივიწყოთ. მსოფლიოს ჩემპიონობა ერთმა გოგო მოახერხა მე მგონი. ბოლჯერ შევეხები მურაოს, დედას გეფიცე. კონკურენციის გამო მალდივის კუნძულებზე შეეცახა. იპონი და კარგად იყავა. შიგნიდან ძალიან აგრესიული ვარ. ვის აყენეთ ხოლმე? რონალდო ხარ ხო? იაპონიის დაბადების დღე გადამიხადე. ის ქვეშ სიცარიელე იქნება. აი სალამი, საფეხბურთო იზოლაციიდან მე ვარ შალო და ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი სულ ესე რომ აცხადებ ხოლმე ნერვები მეშლება, მაგრამ თან მე განსხვავებულად ვაკეთებ ხოლმე ყველაფერს და აგერ აი ესე თუ მიხვდებით ვინ არის თუ არა სახელგვარსაც მოვაყოლე. ლუკა მაისურაძე გახლავთ, რომელსაც იმ რეგალით არ გამოაცხადებ, რომლითაც გაცხადებ მე ხოლმე. ძიუდოისტი და მსოფლიო ჩემპიონი. შენ ცალკე სხვანაირად ხარ ჩემი ჩემპიონი, ესე რომ რამფერ ხარ? ერთად რა, მაგრამ ნუ ერთი გზავრობა გამოგვივიდა მაინც. ჯერ კიდე ძილბურანში ვარ, მე ვერ გამოვიძინე და შენ როგორ ხარ? მეც ეგრე ვარ, არ მოგატყუებ. არ გემჩნევა საერთოდ. გამოუცინებელი, მოგესალმები შენ YouTube მაყურებელს და გისურვებ წარმატებას ამ პლატფორმაზე, ესე რომ ვთქვა. რამდენ პოდკასტში ხარ ნამყოფი გარდა ჭანოსი, ხო? ერთი ჭანოსი მახსენდება მე ერთი კეთისთან ძიუდოს პოდკასტში ჭანოსთან და შენ მესამე. მოკლედ მე ის ექსკლუზივების მეფე ვარ რა. როგორ იმასქენი რა ქვია, მოიარე ხალხს რო უთხრა, რამდენად კმაყოფილი ხარ წლევანდელი შედეგებით და იმ დიადი დაბრუნებით, რომელზეც აი არ ვიცი, მართლა ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ მე მაინც გონია რომ მურაოსთვის თვალში თითი უნდა მეტაკებინა. დამეხმარებოდი ხელი. ნუ არა, კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატს წავედი და გუნდური ოქრო წამოვიღეთ. მსოფლიო ჩემპიონატს წავედი და გუნდური ოქრო წამოვიღეთ და ამასთანავე ჩემი პირადი მესამე ადგილი ავიღე და რომელთა ძალიან ბედნიერი ვარ. და მინდა გუნდს მიულოცო კიდე აქედან ის ძალიან მაგარი გამოსვლა და მსოფლიო ჩემპიონობა ეს იყო რაღაც საოცრება და რავი რაღაც ზღაპარში ვერ დაგვესიზმრებოდა ქართველებს ისეთი რამ მოხდა. ეს გოგოების და ბიჭების შერწყმით, ნუ ისეთი გუნდი გამოვიდა ბოლოს რომ ხო ახლა რომ 3-3 და გადამწყვეტი და დაძაბული 4-0 და 7-0. ძალიან მაგარი იყო, მართლა დაუვიწყარი ემოციები იყო, განცდები და ყველაფერი. და მე მაგრადაც აღნიშნეთ. კი. ბოლო დღეს სანაკებოდ ყველაფერი. აღნიშნაზე აგერ ჩვენი სპონსორია ორი კათხა, ლუცახარში ორი კათხა, რომელიც მდებარეობს ვარკეთილში ვიქტორ კუპრაძის 52 ნომერში და აქ გვაქვს ასევე კრაფტლუდის 4 სახეობა, ეს არის ლაგერი, პილსნერი, ხორბლის ლუდი და APA. ძალიან გემრიელია სხვათა შორის და მოგიჭახუნებ. ერთი ორი ყუპი შეგიძლია დალია. დასვენება გაქვს მაინც. მოდი პირველი მივყვეთ ახლა უშუალოდ შენს ინდივიდუალურ გამოსვლას. ბოლო ინდივიდუალური გამოსვლა ევროპის ჩემპიონატში შენ რაც გქონდა, დავივიწყოთ. არ გქონდა. სოფლიოს მივყვეთ. არა, ხო, ხუმრობის გარეშე ძალიან რთულია ხოლმე, მაგრამ მე რეიც რა არის ხოლმე ყოველთვის რო გაკვირდები შენ იცის განცდა მაქვს, რომ დიდხნიანი პაუზის მერე ყველას უნდა რომ აი ეგრევე რაღაცა ოქროს მედლით დაბრუნდეს და აი ხო ბრინჯაო აიღო და მე იმ ხალხთან ვისაც გგონიათ რომ ბრინჯაოს მედალი არათუ წარმატებას არამედ აი ზოგოს გქონე ხო აი რამეს ნიშნავს არაფერი ხარ რა მესამეზე გავიდა. ეგ ისევ ჩვენი ბრალია თამასა გვაქვს აწეული. მაგრამ ბატონი ლუკა ისეთ ძიუდოისტებში აღმოჩნდა და ისეთ ბადეში აღმოჩნდა დედას გეფიცებით მე რომ ყოფილიყავი ძიუდოისტი და მაგბადეში აღმოჩენილიყავი პირდაპირ ჩარტერული რეისით დავფრინდებოდი საქართველოში. როგორ დაიწყე? ძინედ დაიწყე? რა ქონა ჩანაფიქრი და რამდენად გამოვიდა? მოდით დავიწყოთ რომ ძიუდო ძალიან რთული სპორტია. ეს ყველაფერი აღნიშნოთ რომ ყველა ტურნირზე რა თქმა უნდა მედალს გეგმავდა ჩემპიონობას გეგმავ, მაგრამ ეს ყველაფერი ესე არ ხდება. როგორც მე მინდა ჩემპიონობა, როგორც მე მინდა მედლის აღება, ისე სხვას უნდა, ისე სხვაც ემზადება და თუ არანაკლებ პირობები, თუ სხვას ჩვენზე მეტი არ აქვს,
არავის მეტი პირობები ჩვენ არ გვაქვს და ესე ვემზადებით. ანუ ისეა თამასა აწეული რომ ყოველთვის ჩვენს უკვე ჩვენ თავს ისე ჯერა რომ ყოველთვის медаლი უნდა ვიყოთ, ყოველთვის უნდა მოვიგოთ, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ესე არ ხდება და ნუ ბუნების კანონზომიერებაც ეხა ერთი ადამიანი რო სულ ყველაფერს იგებდეს, აღარც ისეთი მნიშვნელოვანი იქნება და აღარც ისეთი ყურებადი არ იქნება და ძიუდოში ეს ყველაფერი არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ რა ვიღოთ ეხა ამდენი ოლიმპიური ჩემპიონი იყო და სოფლიოს ჩემპიონობა ერთმა გოგომ მოახერხა მე მგონი და ნუ ეს ყველაფერი მეტყველებს ძიუდოს სირთულეებს. ხო. ნუ რაც შეეხება ჩემ გამოსვლას, უკვე ჩემ თავში ყოველთვის ვიცი რომ დარწმუნებული ვარ რა შემიძლია რამდენს ვარჯიშობ, როგორი მონდომებით, რამდენი რამის გადალახვა მიზევს და ნუ ამ ყველაფერს ჩემ თავში დარწმუნებული ვარ რომ მე ამ ყველაფერს გავაკეთებ, სადაც მივდივარ ამ ტურნირზე და ეხლა სოფლიოზე განსაკუთრებით, იმიტომ რომ ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი. ის წაგებები კი რაღაცნაირად შინაგანად მოქმედებს და სულ ცოტას გღნის რომ აი ხო დამოვისლა ჭიდაობა რა ხდება, აბა შენ თავად რომ მაგ ფიქრებს უძლებ. მაგრამ ეს ფიქრები ჩემთან დიდხანს არ ჩერდება ხოლმე და აი ეს ვარჯიშით მეგობრები, ჩობლებით ამ ყველაფრის გადალახვა შემიძლია და ნუ ესე იყო სოფლიოზეც რომ ძალიან ისე ვიყავი რომ მომზადებული და თავარი განწყობა მქონდა ისეთი რომ მე ყველაფრის გაკეთება შემეძლო რომ შევიდოდი დადამზე და ნუ ესეც იყო, ესეც ავიდა ჭიდაობა და ნუ ჩემი ფორმაც ესე დამიფასდა რომ ბოლოს медаლი ავიღე და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო რა. აი ხა სოფლიოზე აღებული медаლი როგორ უნდა თქვა რომ ხა მნიშვნელოვანი არ არის და ვინმესთვის უბრალოა, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო და განსაკუთრებულად გამიხარდა ეს медаლი. ბოლჯერ შევეხები მურაოს დედას გეფიცე. რა უნდა ვქნათ? თუ ბოლჯერ შევეხოთ და ხელით ეჭი. არა. აი ეგრე ხო. რა გზა არსებობს? ძალიან დილეტანტური კითხვაა, მე ამას ხვდები უკვე იმდენი უყურე ამ ძიუდოს რომ შემომესწავლა მეც, მაგრამ რა გზას უნდა მიმართოთ რომ ეგ ადამიანი გავაქროთ? ბევრი გზა არსებობს, აი ლაშა ბექავმა გვაჩვენა რომ ნუ ზედმეტ მეხუთეთ მოუგო და ნუ შანსი როგორ არ აქვს, მაგრამ ნუ ბოლოს ლაშას გამარჯვებით ავდება, სულ ეს შეხვედრა, ნუ მეც შემიძლია, რა თქმა უნდა, მასე მოგება და ნუ გაიწელა ეს პროცესი ერთხელ ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ. სადღაც იქნება. ხო და სადღაც აუცილებლად იქნება და ნუ უკვე ფიქრობ რომ შემიძლია. რატო აქვს ეს ბეტონივით ხელი და ჩვენ რატო არ გვაქვს? ბევრს შრომობს, ბევრს ვარჯიშობს, თელი ცხოვრება. ექსტანთან რაღაც დიდი და გასაოცარი და მოულოდნელი სტილი არ აქვს. ცაცია, კლასიკური დგომით და ნუ ფეხები ძალიან კარგად მუშაობს და ცოტა ჩემთვის მაღალია და მიუდგომელი, მაგრამ ყველაფერს აღმოფხრო შეიძლება. და მე ამას აღმოფხრო აუცილებლად. всё, ეს დამახსოვრებულია. მე მაინტერესებს მე არ მაინტერესებს, მე ვიცი შენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგ რაღაცებს მაინც დაშტამპულად ვეკითხები ხოლმე, ცოტა მობანალურო კითხვებს მაინც ვსვამ ხოლმე. ჩემს სტუმრებს ხალხი ვინ ძიუდოშია ჩართული, ყოველთვის მათ კომენტარებს ვისმენ ხოლმე, მithumetes მეც რაც უფრო ესე აქტიურად გადმოვერთი აქეთ. და შენზე ხოლმე ყოველთვის ესეთი თემა რომ აი ხა წონას თუ შეიცვლის. აი ხო აქეთ ანუ ვერ ხვდები სად 91-ში გამწესებენ და რატო გამწესებენ 91-ში? აა ვიცი. წონათ არ იცვლის და არ შეიცვლის. არა რა სისულელეა. ანუ 91-დან 90-ში ხარ დაგვანებენ თან. არა 91-დან 90-ში იმიტომ გადმოვედი რომ ნუ იქ წონას ვერ ვინარჩუნებდი და მაღალი წონაში იმიტომ ავედი და ნუ თან ეს არაერთხელ გაქვს ნათქვა. და ეხლა მე კონკურენციის გამო არც ზემოთასვლას არ ვაპირებ და არც ქვემოთასვლას კონკურენცია ჩემთვის პირიქით. მე მინდა შევეხო უშუალოდ შენი ჭიდაობის სტილს, რომელზეც გონია და წესიდარით ეგრეა, რომ სხვებისგან განსხვავებით მეტად ტაქტიკურია ყველა რაღაც ტაქტიკურია და მაგრამ თუნდაც ის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ იყავი ისე კარგად, იმიტომ რომ ფეხის ტრავმა ჰქონდა, რომელიც მე სოფლიოზე გავიგე. რომ ფეხის ტრავმა ჰქონდა მაშინ და ფეხით მუშაობ ბევრს და აქტიურად. აი ეს განსხვავებიც რო გითხრა, აი ფეხით მუშაობას რა უპირატესობა აქვს? ნუ მთავარია აი პოზიციის შერჩევა და ნუ აი ხა მე და შენ მაგალითად ჩემი მოწინააღმდეგე ხარ, ჩემი ილეთი შენთან ოპტიმალური არ იქნება თუ მე შენან ცერს ან მოძრაობას არ გაგიკეთებ, ანუ არ მოგატყუებ და შემდეგ არ დავფარავ ამას მე რაც მინდა რომ გაგიკეთო და ამ ყველაფერს შეგეხმარება ცერი. ნუ ცერს მოგარტყამ, ცოტას
ნიკიტაკეთ გაჩვენებ და მე რაც მინდა გულში იმას ანუ ფეხებით მუშაობა არის ძიუდოში მთავარი რა ესე პირდაპირ მე ჩემი ლეთი გაგიკეთო შენ ვერაფერს ვერ დაგაკლებ იმიტომ რომ ამას ელოდები ამიტომ მე უნდა დავფარო შემიღბო ხო ხდები ხო და ამ ყველაფერს გეხმარება ნუ ევროპასაც შეეხება ერთი ფეხით მცდელობა არ მქონია იმიტომ რომ მუხლში მქონდა წყალი ამდგარი და წას გაფრენის წინა დღეს სწრაფგარბენებს ვაკეთებდი და ბარძაყის კუნთი უკანა ბარძაყის კუნთი გავიგლიჯე აი ესე საშინლად რომ ფეხის დადგმა თითქმის მიჭირდა მაგრამ გამაყუჩებლებით იმით ამით მაგრამ თავშიც რო გაქვს ჩარჩენილი და ისეც რომ ნუ ფეხის კუნთი გაქვს გახეული ნახევრად გაგლეჯილი ნუ ხტები გარდა მაგ ფეხებით მუშაობის მე მაინტერესებს რამდენად გესმის ხოლმე შეძახილები ხო ძალიან აქტუალურია ზოგადად სპორტში მაგრამ აი ნამდვილი ქართული შეძახილი ძალიან ხდება ზიუდოს ცერი მოვარტყი ბიჭო ცერი მიდი ზურგიდან გადადი გადაუსვი აი გადაავლე უბრალოდ ეს რამდენად გესმის ხოლმე და რამდენად მიჯნავ ხოლმე გულშემატკივრის და ბატონი ლომერი მასწავლებლის შეძახილებს. ნუ ყველაფერი უნდა გამიჯნე ხა ყველას რო უსმინო და შენ თუ ხა იქით გაქვს ყურადღება და აქეთ ყურადღებას არ აქცევ ძალიან შორსა ცუდად წაგიყვანს. მაგრამ ნუ უნდა გაგამხნევს ალბათ და პოზიტიურად უნდა დაგანახოს ახლა სიჩუმე რო დარბაში ვის მოწონს და ანუ არავის არ უყვარს და შენ უფრო მეტ გულშემატკივარს რო ხედავ საქართველოს დროშას რო ხედავ ნუ ეს ყველაფერი გამხნევს ახლა შეიძლება კონკრეტულად არ დაგეხმაროს რომ აი გადაავლე და აი ესექენი და ისექენი იმ მომენტში შენ უნდა შექმნე ის ყველაფერი და იმ მომენტში უნდა იგრძნო თორე იქიდან რაც დაგიძახებს დიდად შენ იქ ვერ დაგეხმარება. არ არსებობს, მაგრამ ცნელი რა თქმა უნდა სწორ მიმართულებას გაჩვენებს, რომ აი ესე ვცადოთ, აი ეგ ცუდია, ეგ აღარ გააკეთო კონკრეტულად. თორე ხა შიგნით რა მოხდება, მაგას ცნელი და ვერავინ ვერ გაგიკონტროლებს. თუ ხარ დაგვირებული საშუალოდ რამდენი წუთში იღლება ხოლმე, ანუ აქტიური ფაზიდან რამდენი წუთის მერე გამოდის ზიუდოისტი? ანუ როგორ აი თუნდაც აი ფეხებით ხომ მუშაობდა რომ გაგიჩენდეს. აი მე რომ მოხს ხა ჩემთან გაცნობიერებული მაგალითად ძლიერ ზიუდოის ვხდები ფიზიკურად ძლიერია რა იმასთან მე ტაქტიკური სულა მოხს რომ უნდა დავღალო ცოტა უნდა გავწელო ჭიდაობა და აი იმის ცოტა დაღლილი ხმა და აი ქოშინი რო ყურში რომ მესმის აი უკვე მაგით ბედნიერი ვარ და მაგით უკვე შემიძლია რომ კონკრეტულ ლილეთზე დავიწყო მუშაობა და ნუ ეს ტაქტიკები არსებობს რომ ხვდები ხა მაგალითად ორივე ჩავარდებით დაბლა და შენ უნდა დაასწრო ყოველთვის წარმოდგენა რომ ფსიქოლოგიურად ელემენტარულ ფსიქოლოგიურად უნდა გატეხო რომ შენს კი დაღლილი ხარ ეხლა მალდივის კუნძულებზე შენც არის ვენებ მაგრამ უნდა დაასწრო და ეს ფსიქოლოგიური მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია რომ აჩვენო რომ იმაზე ძლიერი ხარ იმაზე მეტად გინდა გაიმარჯვო რომ რაღაც პატარა დეტალებში უნდა იპოვო ეს გამარჯვება თორე შეიძლება ბევრად შენზე ძლიერი იყოს მაღალი იყოს და ნუ ტაქტიკურად უკეთესად იყოს მომზადებული მაგრამ ამ პატარა დეტალებით უნდა გატეხო ყველაზე ახლოს სტილით შენი აზრით ვინ არის შენ სტილი ჩემ სტილთან აი ჩემი სტილი არის შეიძლება შენ წონაში არც იყოს აი ჩემი სტილი არის უფრო აი დალოდება, ჩასაფრება და იმის კონტრილეთებზე მუშაობა. ხა მე კი შეიძლება როგორ შემიძლია და თუ ვაგებ დანამ მაგრამ მე შეგაწვატინე მოდიში. ანუ პირველი ორი რო ისე გაირო რომ იპონი არისო და ხო ხვდები რომ შენ კიდე განსხვავებული წელი მეთქი რატომ ანერულებ ამდენს და მალე ქენი და შობე მაგრამ ეს მსოფლიო ჩემპიონატია აქ ყველა ზედვეტი მოძრაობა შეიძლება ძიუდოა და იპონი და კარგად იყავი და რომელსაც გადაურჩი აი კი სად გადატრიალდი მე რა უნდა ამოვანა თუ მე მოიცადე რომელთან იყო აზერბაიჯანელთან ხო და ნუ ამ შეცნობის ძიუდო არ პატიობს და ამიტომ შიდოთიც გამარჯვება, იუკოც გამარჯვება, ვაზარიც და იპონიც არ აქვს მნიშვნელობა რით გამარჯვება თავარია ბოლოს შენსკენ გამოიშვიო ხელი. შენ რას ფიქრობ ისე ესე უბრალოდ გარიდან რო გიყურებ ხოლმე დაღვინებული მომთმენი, მაგრამ შენს გულში აი ეხა განსაკუთრებით ბოლო ჭიდაობების განმავლობაში ხასიათით და უშუალოდ მე ტატამზე გამოსვლით უფრო აგრესიული ხო არ ხარ? ანუ შენ როგორ ხო, ანუ აგრესიულად გზნობ თავს ძალიან აგრესიული ვარ, ძალიან უხეში, ძალიან აგრესიული, მაგრამ ამას გარეთ არ ვაჩვენებ და პირიქით მოდუნებული ესე, მაგრამ შიგნიდან ცეცხლიანთია, მინდა გითხრა. მაგრამ ის ყოველთვის სხვადასხვა გამოსვლა ყოველთვის არის ხოლმე რომ აქტიურად გამოდიან ნურთმენ, მაგრამ შენ თავზე უეჯვარნე ის უნდა შემოვიდე, ხო? კანტუზია გაქვს ხოლმე, ეხლა შემოერტყო. რიტუალი რომ შიგნიდან ის გავაღვიძო. თუ რამეს ძინავს შიგნით. პატარაფმა გავაკეთოთ ახლა ფეხბურთის გულშემატკივარი ასე თუ ისე ხარ და ფეხბურთზე რო გადავიდეთ რახან ტაქტიკაზე ვისაუბრეთ. შენი აზრით, მოდი ცოტა რაღაცე მოვიგონოთ.
რა ნაწილში შეიძლება დაემთხვეს ძიუდო და ფეხბურთი ერთმანეთს ნებისმიერ ასპექტში აი რას ფიქრობ და განსაკუთრებით თუ ტაქტიკურ ნაწილში რა თქმა უნდა ნუ გააჩნია ხომ მცრელი როგორ დახაზავს ნუ აი ესეთ ნაწილში შეიძლება დაღალონ სულ შეტევაში იყო ნუ გააჩნია ხა მცრელი დამოკიდებული ჩემი აზრით ხო ტაქტიკა მართლა საერთოდ ჩასაფრება მაგალითად რომ კონჩეტევოზე დაიჭერა მე ალბათ ესეთი ჩემი ხო 9 წლის ინტერი ატლეტიკოსი ატლეტიკო დიეგო სიმეონე ვინ არის შენი საყვარელი მწვრთნელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი რას მილაპარაკები აუ გამახსენდა რომ ეს შარლატანი რეალ მადრიდის შემატკივარი მიდის აქ გახლავართ აუ მაგრად მეწყინა ხა იმიტომ რომ იგი ვაფშე დამავიწყო აი რა რეალ მადრიდის სექტანტი იქნები ჩვეულებრივი ძიუდოისტი და რეალ მადრიდის გულშემატკივარი ისე კარლო ანჩელოტის მილანი თუ გახსოვს თუ შენ მარტო რეალ მადრიდში ხო მილანი მახსოვს როგორ არის მახსოვს არის ეს დიდი გულშემატკივარი მილანის არ ვარ და როდის დაიწყო ფეხბურთის ყურება აი პირველად სულ ფეხბურთს უყურებ რაც სპორტი დავიწყე და რაც მახსოვს ფეხბურთის მახსოვს და სხვადასხვა ფეხბურთს დამაშავე ეხლა მე აი რაღაც მაშინ ხო გითხარ რომ ეგენი გატყვევენო მაინც არ ითამაშებენო მაგრამ მე მაინც ვაპირებ რომ დაურეკო გუჯეჯასთან ხო ეხლა უნდა დაურეკო გუჯეჯასთან კახაბრიშვილი არ მიპასუხებს გენას კახაბრიშვილი გუჯეჯიანი მეტი მსუქანი და დიდი ერავინერი პოვერა ნახე ეგ არის ის ხალხი ვინც მეუბნება რომ შენს წინამდე უნდა ვითამაშო მაშინ უნდა გითამაშო ხო და მე შემირჩიეს გუნდი სადაც ორი კაცი უკვე არჩეულია ეს არის ბატონი ლევან ნოზაძე გიორგი ათაბეკაშვილი დანარჩენს მე თვითონ ავირჩევ მეთქე ესე უთხარი წამოვყევი ლუკა მაისურაძე თქო შავდა თვაშვილი მეთქი და ერთ მეკარესაც ვნახავ თქო რა ანუ იქ ძიუდოს აკადემიასთან შენც ალბათ დამეთანხმები რომ 5-5-ზე უფრო წავალ 1 და 4 მაგრამ ნუ ეხა კახაბრიშვილის ფიზიკური კონდიციები და გავდია და მითხარ რომ 1 და 5-ია წინ კახაბრიშვილი თრელი იქნება არა ძელთან აპირებს ადგილას ხელი უნდა დავადო და მომეცეთ ხო თავი ფეხი ხო და მე გიშარი და სხვადასხვა შეცი რა მინდა მეკითხა სოფლიო დონის ძიუდოისტებით აწყეთ ხო 11-ეული ბევრი იქნება 5-ეული მინი ფეხბურთის 5-ეული აწყე და მე ქართველებით აწყე გეხოწები აუ წავიდე სოფლიო დავიწყოთ ალბათ წინა დავაყენოთ აუ იცი რა ვქნათ გამიჯნოთ წონები გინდა პოზიციების მიხედვით დავაყენოთ გინდა ავურიოთ წონები და აზრი არა აქვს ალბათ ლუკაშ კაპალეკით დავიწყოთ წინ შემდევი რა უმა დაიწყე მე გამიქე წინიდან დავიწყოთ კაი ცხრიანი მოუხდება რა 2 მეტრიანი კაცია თავით კარგად ითამაშებს ნუ ფინიშერი იქნება აი მაგრამ მინიზე რაღაცა დაბლა მინდა ბურთი დაბლა მინდა თავით იქნება ხო აი ხა მინის სოლო სწრაფი მოთამაშეები უნდა რა ბურთს ვინც კარგად ფლოს მაგრამ ხო ნუ კაი წინ ყავს ეხა მცველები რა იმით თამაშობთ ეგ უნდა გითხრათ ტაქტიკა ხო ერთი შემტევი ყავს მოდი შუა 4 ხო 2 მცველი შუა და შემტევი მაშინ გამოდი შენ 2-1-1 არა 2-2-1 მაშინ მეკარე და 4 მეკარეც გვინდა შენ მეკარე და 5 გინდა 2-1-1 გამოდის მაშინ ხო და მეკარე და 5 თამაშობთ მეკარე და 5 კაი მაშინ 6-ეული უნდა ვთქვა 2 რა ვსო სორია მადლობა 1000%-იანი მადლობა ირა რომ გითხარ რომ ეს სტადიონი რაღაცაში ხომ და გამოვიყანოთ ეხლა ნახე შენ თუ მეკარეს და 5 თამაშობ მე მეგონა 5-ეული მეკარე და 4 2 ხო არ გინდა ვსო ანუ ეს შენი აზრით მე მარცხენა იქნება თუ მე მარჯვენა მეგონი მარცხენა კაი აქეთ დავაყენეთ აქ ყავს ერთი კაცი აუ ჩავსვათ მე რაღაცა წამოვიდა შემდეგი შემტევი მარჯვენა მოდი შეძამეხმარება როგორი სტილით და მე გეტყვი რომელი ძიუდოისტი ერთი მაღალი ყავს ეხა გვინდა აქ კაცი ვინც კორპუსით ფურს კარგად მიიღებს და კარგი დამგდები იქნება კედელსაც კარგად ითამაშებს და ორ შეხებაში მარტივი კაცი იქნება რომ წკაპ მოგცა გაგეხსნა ეგრევე მოგცა გაგეხსნა იაპონიელი და აზიელი მე მგონი არაფერი შეიძლება გამოგვატკება ფეხბურთში ხო უფრო ევროპაში უნდა ვეძებოთ ან ბრაზილია მე მგონია რომ იაპონელი ვინმე ძალიან მაგარი შუაში უნდა დავაყენოთ ან დაცვაში ბრაზილიელი ხო როგორ ჭირდება წავიდა ვინ ყავს ბრაზიკი და ბრაზილიელი მაგარი ძიუდოისტი ვინ ყავს ბრაზილიელი მაგარი ძიუდოისტი ერთი რა ზონაშია ეხ 73-ში გარგნინი მე მგონი ფინალი იჭიდა მსოფლიოს მეორე ადგილი იყო ჩემ ზონაში ერთი მასედოა რაღაც
იმას არ გლიჩავს დედამიწას, მაგრამ შეიძლება ბრაზილიელი, შეიძლება ფერატკანიანი ვნახოთ ვინმე. ხო, ანუ მე ძიუდოს ვინც კარგად ფლობს, მანდიდან გამომდინარე გადმოყავს, ხო, ხა იმის საფეხბურთო შესაძლებლობებს სად დავინახავთ ჩვენ. ხო არ დაფიქრდი რომ ეს შეგვეცვალა. ძიუდოს ამაზე კარგად არავინ არ ფლობს. მართლა. მე სხვათა შორის მაგის ჭიდამა მე არ მაქვს ნახი. ხო, მაგრამ ორ წონაში აქვს მოგებული ევროპა მსოფლიო ოლიმპიადა. მაგრამ როგორ არ მაქვს ნახი კაც? კი, ეხაც ნახე მსოფლიო. ჩეხი. კი. ვეჭველი დასახე კაპიტანია ეგ ხო არ გადავშენ. მოდი მაშინ მაგას თუშა დავუყენოთ გვერდზე. თან თუშაზე გავიგე რომ ბურთისრევა უყარსო. როგორი 100+ იყოს წინ. ძალიან ზიმეთ დავიწერთ უკა გენაცვალე შუაში მეცკიფინა გვინდა. შეუძლია სირბილი დამიჯერე, თუშა არ გაჩერდებოდა ისიც ისეთი. აი შუა როგორი ხამა? შუა გვინდა ცკიფინა, ვინც აი ყველგან ფუტკარი იქნება, ყველგან იმუშავებს და ყველგან ირბენს და რა თქმა უნდა ბურთის ფლობა უნდა ქონდეს. ანუ ძიუდოში მაგარი უნდა იყოს. ყველა მხრიდან რომ გიდგება. აბე დავაყენოთ მაშინ. აბე. სხვა სიტყვები, მაგრამ ხო, აბე, ნუ შოჰეიონო. არა, მოქმედებიდან. კაი, აბე. ხო მცველი. მცველი გვინდა ერთი ვინც ძალიან სწრაფია. მუტროგეა რა, არ ვიცი, ჩამოგაგლიჯავს ყველაფერს და მეორე ვინც ჭკვიანია, აი ამ ფიზიკურად ძლიერს რო დაიჭერს თქუით. ოს ასწავლი ქსულს ვაკეთებთ. ნოდი ხა რომელი ქვეყნიდან დავაყენოთ. თან შენ ისიც იმის ჯერლე რომ 100+ იყოს. პატარები ვეხ პატარა წონები და პატარა წონები, მაგრამ თან ცენტრალური მცველები რო არიან, ეგ არის ერთი მაინც მოუწევს 90 მინიმუმ მაინც რა იყოს. 90 კილოდან ავარჩიო? ერთი. ჩემი თავი არ გამოვა. შენ ქართველებში იმას კი. ქართველი ვარ ახლა. არა, თუშა კი ყავს, მიქსი შეიძლება, მაგრამ ის ერთი თუშა ვსო, ჩავყლაპე და გავადარეთ. აი, ეს დირტული შეკითხვა დაუსვამ ჩემ ტექნიკი. საშინელი. იფიქრე. საშინელი კი არა, ჭკვიანური ქვია მაგას ჩემო გარ. რას მეუბნები რომ ეხა ძიუდოის ვერ იხსენებ, ვინც ოი ძალიან მაგარი იყოს და უცხოელი რო იყოს თან ევროპელი. ყველა მხრიდან რო შეძლოს, გინდა გდება, გინდა მოდგომა, გინდა ის ეგეთი ძიუდოისტი ვინ არის, რომ ნუ შესაბამისად მე მაგის სიძლიერით სვამ ფეხბურთზე რა, თორემ მაგეთი მე ვარ გეუბნები და არ მაყენი. შენ ქართულში. მოდი მე გეტყვი. აბა. არბუზოვს დავაყენებდი? დავაი. მაგრამ არბუზოვი იმდენად კაია, რომ შუაშიც დავაყენებთ. всё, როტაცია. აბე ჩამოვწიე. არბუზოვი შუაში. დატო არ მიწყეს. და ერთი გვინდა უკვე ავადმყოფურად ჯანიანი. და სტრაფით? ხო, ნუ აი დიდი ნაბიჯები რო ქონდეს, რომ ამბობ ხომ დიდი შაგი აქვსო. მოდი მაშინ დავაყენოთ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიდან გზელი მკოცო დიდი. კოცო თრილი. რომელთანაც რევანში ილიამ აიღო. და მეკარე. ეხა მეკარე. ნიკოლოზ შირაზადიშვილი. შევდაღდი. ქართველი როა? მე რა ესპანეთის სახელით გამოდის. კი ბატონო შვენი რიმა. რამე სხვა ვარიანტი ქონდა? всё, აი. ფლაგსტაფაროს, ტელკარს. აი ხა ქართული ექვსეული შენთვის მომიდია, წავიდა. შენ კი იცი მაგათ ფეხბურთის რა მოხელე ნაჩალნიკები არიან. აბა წავიდა. კი ხა კარიდან დაიწყო. კარიდან დავიწყოთ. ვისაყენოთ ხოლმე კარში რო გითამაშეთ. არა, წინას კი მაგარია, მაგრამ მე მალე იღლება. კარში უწევს. მოდი გელა იყოს. ცოლად იქნებით მე და ტატო. გვერდ ძალიან უხეში და მაგარი ცოლები ვარ. შუაში დავაყენოთ. არ ჩემ გულში ხა თუშაც მინდა და რა ვინმე შეხორჩენ შევანაც. არა, ის შეგიძლია თუშა რა დააყენო, შეუძლია. აი შუაში დავაყენოთ მაშინ ვინ. ნუ როგორ არ მინდა, ხა უცბად შავდათაშვილი, თქვა, იმიტომ რომ შავდათაშვილის ეს ბურთზე შეხება არც მჭირდება რომ ნახო ისი დაახლოებით როგორც არის, მაგრამ თქვენ ყარელში ვითამაშავთ, ხო იცი? რა ქვია ბურთით, მაგას როგორი ბურთი ქვია. აი მოდი ილია დავაყენოთ. ილია შუაში. ილია იყოს, აქეთ თუშა იყოს. უცვლელად. თუშა დავაყენოთ. ერთი. ნუ ზაზო დავაყენოთ იქით წინ შენ მითამაშო გარბის. და გუნდის ალამდარი კაპიტანი თუშა ისევ თუ შენ იქნები ხა. მოდი ამჯერად მე ვიქნები. ამჯერად ბურჩი უფრო გარკვეულ, მაგრამ თუშაც ერგოა სხვადასხვა ის ფეხბურთში. ხა ის აქეთ გადმომონოს. კაი, ეს ექვსეული დავაგებული. მაგრად მაწვალე. აუ, ძალიან კაი იყო. მე კი გავერთეთ. შენი აზრით ტიპაჟურად ისეთი ფეხბურთელები მითხარი
ვინც ძიუდოისტებს გვანა. ან კაი ძიუდოისტები იქნებიან. რამოსი იქნებოდა კარგი ძიუდოისტი, რამოსი. კაი. კარიმ ბენზემა მეწერა რატომ რაღაც მე ჩემს გონებაში. ბენზემაც იქნებოდა რატომაც. რამოსი რატო იქნებოდა? თამაშის სტილიდან გამომდინარე. ხო, სტილიდან. პეპე მაშინ ეგრე. ხო, პეპეს რა პრობლემა. მაგრამ რამოსის უფრო ისეთი ჯანიანი უფრო აი რეალს რო არ გამაცილი. რა, რატომ უნდა ყველაზე კარგი გუნდი? ნემანია ვიდიჩი. ყველაზე მაგარი. აი ვიდიჩი. მე რაწონაში იქნებოდა ვიდიჩი. ვიდიჩი კი იქნება. 4 შენთან არა, შენთან იქნებოდა. ხაი ფეხბურთელია და მაგიტო და მე დაჭირდებოდა მეტი კუნთის მასა. აი ეგრე მაშინ იდარდო სულამანიძემ, ხო? მინუსაში. კაი. შენ გარდა ფეხბურთის, ალბათ ფეხბურთზე მეტად ტენისი გიყვარს, ხო ეგრე? თუ არა, ვერ ვიტყოდი. მაშინ ფეხბურთზე მეტად ტენისით უფრო კავდები ხოლმე. კი. ტენისი საიდან გამოხდა საერთოდ ამ ხელა ძიუდოისტი ნუ კორტი ქონდა ხაშურში ესე რომ ვთქვა მოგვინდა უცბად თამაში რომ ვიყიდეთ ესე არსაიდან ჩოგნი მანამდე უყურებდი სულ და გულში მატკივრობდი ჩოგს ძალიან დიდი ხანია და თამაშიც გადავწყვიტეთ რატომაც არა და უკვე 1-5 წელია ჩემთვის აყოც არავის არასდროს არ უსწავლები არც ერთი დარტყმა აი პირველად რა დაარტყი რა თქვი რომ კიდევ უნდა გაგრძელებინა ხო ნუ იმიტომ სირბილი მომწონდა ხა ბურთს დავდევდი და ნუ ერთობოდი და მე უკვე კარგად ნიშნის აყორელი მოთამაშე არის ეხა გინდა დანებებულებიდან ბევრი ძალიან ხა ბევრი და ის კიდე ხა მე რო ვიტყვი რომ ნადალი მაგარია მაგრამ ფედერერი უფრო მომწონს ესე იგი ფედერერი მომწონს ორივე ესე არ მომწონს შენთვის რომელი არ შეიძლება ფედერერის თამაშს უყურო ნადალის თამაშს უყურო და რომელიმე არ მოგეწონოს ორივე მომწონს მაგრამ რომელი გირჩევნია რომ გეკითხებიან ამბობ იმიტომ რომ ეს ვინტაჟურია და ძალიან ნადალი შენ ჩემი მტერი ხარ როგორც ყოველთვის ხო და ეხა ახონდელებიდან სინერი ხათა შორის სინერის ხასიათს როგორ შეერკვეს ძალიან რკინის ხასიათი აქვს სასწაული. გეგონა რომ სინერი გამოვარდებოდა. ეხლა წააგები და უფრო სწორად. სათალეში ეხლა თუ არა პუბლიკთან როგორ შევკონებოდა რა. მოიგოვერი პუბლიკთან. არასებული. სასწაული. პირობითად სპორტს რო თამაშობ ხოლმე. გინდა ფეხბურთია ეს თუ გინდა ტენისი. ძალიან თვალსაჩინოა მაგალითად ძიუდოში როდის გადადიხარ იერიშზე, როდის იცავ თავს, როდის ელოდები შენ მომენტს. ტენისი მგონია რომ ამ ხრივ გავს. რომ რა დროს გინდა რომ ყისიერ და შეთქებად შეტევაზე გადახვიდე. გაიჭირო ბურთი. რა დაგიხმარა ტენისის თამაში, იმიტომ რომ ხა ცუდად მაინც ხარ როიცოდე, ცუდად არ თამაშობს. აი ფეხბურთს როგორც თამაშობს, ეგრე ტენისს არ თამაშობს. ძიუდოისტი და მე ფეხბურთს კარგად თამაშობ და ჯერ არ მინახავს. შესაბამისად ლუკას თამაშიც მაქვს და ნახე. მე ფეხბურთის. ანუ შეიძლება რაღაც პრობლემაში აქვს დავიმატო რაღაც. ეხა აი როგორც გუჩიჩიანთან და კახავრიშვილთან დაგიმატებ, მაგრამ მაღალ დონეზე რავდივარ, მაგრამ ტენისს თამაშობს, იმიტომ რომ მე ვერ თამაშობ კარგად. შესაბამისად რა დაგეხმარა? ფეხები, უბრალოდ მარტო სირბილი ხო არ არის. რა თქმა უნდა, გადაადგილება ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს, სულ სხვა არაფერი და ნუ კოორდინაცია და ბურთთან მისვლა და დაბრუნება და ნებისმიერ კუთხეში მისვლის დროს შუაში უნდა დაბრუნდე ისე დაარტყა და ნუ ეს ყველაფერი და უსასრულოდ გრძელდება და ნუ ამას უკვე ყველა დიდი ფსიქოლოგია ჭირდება. და ეს ყველაფერი ძალიან მომწონს რა. ფსიქოლოგიას შეეხება, მაშინ მაგხრივ ყოველ დროის საუკეთესო სპორტსმენი შენთვის ვინ არის, ვინც ფსიქოლოგიურად გგონია, რომ მტკიცე იყო, არის. ყველა დროის? ტენისში იძახით თუ არა, ზოგადად ვიძახ. ძიუდა და შეიძლება იყო. ფსიქოლოგიურად ალბათ ხა რონალდო და მესი უნდა თქვა, იმიტომ რომ მათმა ფსიქოლოგიამ და ერთმანეთის შინმა და ნუ არ გატყდნენ არც ერთი და მიიყვანეს იქამდე სადაც მივიდნენ და ნუ ალბათ ორივე. მაგრამ უფრო რონალდო ხა თქო. მე უფრო რონალდო მაინც, კაი. მანდაც ვერ გეთანხმები, მაგრამ ხო ნუ როგორც ეს ფსიქოლოგიურად ფეხბურთელობის ჟამს ჩემთვის სამაგალითო რა თქმა უნდა რონალდო იყო, მაგრამ როგორც კვარამ თქვა ახლა ხანს ის სხვა პლანი. კვარაზე გამახსენდა. ხალხს მინდა ვაჩვენო. მე ხო კვარას wallpaper-ი მეყენა ეს და ვთქვი რომ კვარა სანამ არ მოიგებს მილანთან წაგებული თამაშია და კვარა სანამ არ მოიგებს თქო ჩემპიონთა ლიგას ხო ამ wallpaper-ს არ შევცვლით თქო მოიგო რა თქმა უნდა შევცვალე მაგრამ ახლა გადავიყვანე ჩაწერისთვის და ასე დავაყენე ხო სანამ ალბათ სანამ შვილი არ მეყოლება რომ შვილის ის დავაყენო lock screen-ზე მანამდე კვარა იქნება ჩემთან ხო რო გაიხსენო
მე ერთი მახსენდება რაც მე მაქვს ნახი ნიდერლანდებთან Grand Slams-ზე. ჭიდაობა რომელიც მიყავდა და არაფრიდან ზავაგე. აი ხდება ხოლმე ძიუდოში ესეთი რაღაცები, მაგრამ მან რომელი გახსენდება? ნუ ხომ წარედ მახსენდება იგი, იმიტომ რომ თბილისში იყო, სახლში იყო, ამდენი გულში. ეგ ხა მე გავახსენე. ეგ ხორი გახსენდებოდა. რა თქმა უნდა, თუდად კარგად ეგ მახსენდება. რატომ უნდა გამახსენდეს კარგად? ხო, მაგრამ აი არც ერთი წაგება არ მახსოვს. თქო რამე ისეთი. აი უარესი რომ აი ბოლომდე შენ იყავი დომინანტი და ნუ ესეთი შეხვედრები არ მაქვს წაგებული მე რომ დომინანტი ვარ ან ერთ ქულას თუ მაინც ვიგებ იმ შეხვედრას 100%-ით ვიგებ. ამაში დალოცულო მე დამიმთხვიო ხო? ესეთი წაგე არა მან არ ვიგებდი არაფერს ქულა. არ იგებდი, მაგრამ ბოლომდე კარგად გამოვიყურე. ანუ ეხლა ძიუდო ეხლა შეიძლება ერთი მისვლით შენ უკეთესი იყო, მაგრამ ნუ ერთი წამი და როგორც იმ შემთხვევაში მოხდა და ნუ რადგან საქართველოში და ამდენ გულშემატკივრის წინაშე იყო ეს წარია და ნუ კარგად არ გახსენდება არასდროს. ახლა გვიწევს, ნუ ყოველ შემთხვევაში პატარ-პატარა რაღაცები არის, მაგრამ ყველაზე ესეთი მთავარი 2025 წლის ჩახურვამდე არის Tokyo, ხო ეგრეა? ხო, მაგრამ არის წლის ბოლოს დეკემბერში. და რეალურად დატვირთვებს, როდის დაიწყებთ ვარჯიშს? ჯერ ახლა შეჯიბრი რადგან არ არის და რადგან ასეთ დატვირთული თვეები და მთლიან ეს წელი გამოვიდა რა სულ რეჟიმში სულ შეკრებები სულ ვარჯიშები და ნუ ევროპა მსოფლიო თავის გუნდური შეჯიბრებებით ცოტა ამოსუნთქვა ჭირდება ორგანიზმს ამის გარეშე ნუ არ შეიძლება გადავიწოთ ბევრი დრამები მივიღოთ და ნუ ალბათ ორკვირიანი დასვენება იქნება და მე უკვე ნელ-ნელა რაღაც კონკრეტულად რაღაც მიმართულებით ვარჯიშები დავიწყებთ და მომზადებით ტოკიოს ალბათ წავა გუნდი ჩემი აზრით ესე ოც არ მიდის ხოლმე მაგრამ მე ჩემი დიდი სურვილია მე ალბათ აუცილებლად წავალ იმიტომ რომ ნუ იქ ასპარეზობა არის ცალკე ფენომენი და ცალკე ხო ყველაზე რთულია და თან ტოკიოა და იქ ასპარეზობა სულ სხვა ისე იქაური გულშემატკივრობა როგორი ძალიან მაგარი ზუსტად ძიუდოს როგორიც უნდა თუ თავისი ნუ თავიანთი ყველაფერში აქვს თავიანთი წესები თავიანთი კანონები არაფერს არ ამეტებენ მე კონკრეტულად სამჯერნო დარტყმაში სამჯერნო დარტყმაში გაჩერდებიან შემოგხედავენ ნუ აი რაღაც აქციას ეხა პალესტინასთან მოშებოდნენ აპროტესტებდნენ რა თავისუფლება პალესტინასო და თავიანთი კუთხე ქონდა თავიანთი ლამაზად ესე იდგნენ და უცბად ერთი იტყო და თავისუფლება ეს დაუკრავდა გაჩერდება ყველაფერი რაღაც ისეთი ხალხი არიან და ნუ გულშემატკივრობაც მიდგომაც და ნუ გიჟდებიან ეს რო ხედავენ და ნუ სხვანაირი მიდგომები აქვს ყველაფერში და ეს ყველაფერი იქაური გულშემატკივრობა ხო მოიცადე ის ორი ადამიანი ვინც არის მე რომ მირეფლებს ხოლმე 3-4 ვარ ეგ ყველა იქიდან არის იაპონიაში დაბადების დღე გადამიხატეს და ნუ ეს გულშემატკივრობა ძალიან კაი მიდგომებიდან გამომდინარე შენივე უშუალოდ ძიუდოს შეფასებიდან გამომდინარე ყოველთვის მაქვს ხოლმე კითხვა ჯერ ადრეა ამისთვის მაგრამ მაინც რამდენად ფიქრობ ხოლმე რომ თქვათ კარიერის შემდგომ ამ სფეროში ნუ რაღაც მხრივ დარჩები გასაგებია მაგრამ რა მხრივ დარჩები მწვრთნელობაზე ხო არ გიფიქრია არ ვიცი თან აქაური მწვრთნელობა აი მაგალითად რას ვერ ვიგებ ხოლმე რომ აი აქ რო იყო მაღალი დონის მწვრთნელი ბევრად რთულია რომ დაიმკვიდრო თქო თავი მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ლეგენდა ხარ და დაამთავრე ხო დაამთავრა ლიპომ ჭრიკიშვილმა და აი როგორ ხდება ეგ პროცესი თუ გაქვს ძალიან რთულია და აი ამას ხალხი ვერ იგებს ხოლმე და ძალიან ცუდად იგებს და ნუ დამთავრების შემდეგ ეხლა რა უყურებ მე რომ ნუ აი დამთავრების შემდეგ აი როცა სპორტში ხარ იმ ხელა განათლებას როგორც არ უნდა გინდოდეს ვერ მიიღებ რომ სადმე ისეთ სამსახურში დაიწყო მუშაობა სადაც შენი ცოდნით მიიღებ დაიწყებ მუშაობას და აი ეს ან არის მარტო ან ისევ სპორტს უნდა დარჩე სპორტში და იყო მწვრთნელი მაგრამ ამდენი სპორტსმენი ანუ ამდენი მწვრთნელი ხო არ იქნება ხო ვიღაც სადღაც უნდა წავიდეს ანუ გჭირდება კიდე ცხოვრებას ჩამოშორდები ალბათ 4-5 წელი 6 წელი რომ რაღაც ცოდნა დააგროვო რომ სადმე გამოგადგეს ხო იმიტომ რომ ამ რეჟიმში ნუ ეს ჩემი აზრით შეუძლებელია აი ეგ არის ხა ვინაიდან გინდა არ გინდა მაინც ვიწრო ჭრილია აი მწვრთნელობა რომ მოგინდეს მაშინ ბავშვებში და ჩვენ კალათბურთელები ჩვენ არ ვართ ფეხბურთელები ჩვენთან ძალიან ცოტა შემოსავალი აი ძალიან ცოტა შემოსავალი კონკრეტულად 1 და 2 აქვს რაღაც ისეთი შემოსავალი რითაც შეუძლია რომ მთელი ცხოვრება თავი გაიტანოს რაღაც ბიზნესი აკეთოს
95% ეს არ ექნება, იმიტომ რომ სპორტს რომ მორჩება, იმის ქვეშ სიცარიელე იქნება. მესმის. იმის გვერდზე, ანუ ჩვენთან უმეტესობა ისეთი ოჯახიდან არ მოდის, რომ რაღაც ზურგს უმაგრებდეს, რაღაც ისეთი დახმარება ქონდეს, რომლითაც ცხოვრების გაგრძელება. ანუ არაფერი კარიერას რჩები და სხვა მორჩა ყველაფერი რჩერდება. შენ ძიუდო იცი და იმის მეტი კარგად არაფერი არ იცი სხვა ამ ცხოვრებაში. ესე რომ და შენ თუ გიფიქრია საბოლოოდ დღევანდელი გადმოსახედიდან რა შედეგამდე მისულ ხარ, აი სად უნდა იმოღვაწეო მაინც. ჩემთვის ალბათ ბიზნესი და შენ კი ეხა ეგ უნდა მეთქო ბიზნეს ადმინისტრირების ბიჭუნა ხარ თქო. კი, ბიზნეს ადმინისტრირება აქვს დამთავრებული და ალბათ ამ კუთხით წავალ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან კომფორტულია, შესაძლებლობაც მაქვს ამის და ნუ ამის გაკეთება შემიძლია და ნუ ეხა ხაშურში მინდა რაღაც ძალიან მაგარი კომპლექსის აშენება. ეს შარშან რომ ვითხარი ეგ ამბავია, ხო? აუ ეს კაი რაღაცა. სისრულეში მოდის, ნუ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ძალიან ისეთ რისკზე მივდივარ, მაგრამ ჩემი აზრით გაამართლებს და ჩვენი რეგიონისთვის, ჩემი ხაშურისთვის ეს იქნება ძალიან მაგარი რამე, იმიტომ რომ გვექნება ნუ ხაშურში ხა აუზი და ფიტნესი და ეს ძალიან ისეთი საუნა და ისეთი ფუფუნებაა და ჩემს ჩვენ სპორტსმენებსაც დავიხმარები, შევძლებ რომ ვინც ნაკრებშია, ვინც რამე სპორტით ხელს რამე სპორტით არის დაკავებული, შევძლებ მათ დახმარებას და რამე ხელის შეწყობას და ნუ პროფესიონალების ჩაყვანას, რაღაც ზუსტი მიმართულებით ვარჯიშს და ნუ ამ ყველაფრის განვითარება მინდა და ჩემი აზრით გამომივა და უკვე ყველაფერი ისე ბოლოსკენ არის გასული. ხო, ეგ ძალიან კაი საქმე იქნება და ძალიან დიდი საქმე იქნება და იმედია მეც ესე უპრობლემოდ მიმიღებთ ხოლმე მან და არ დამჭირდება რაღაცები ხა კამერის ჩართები და ის მოვალ და ჩვეული შენ თქო ხაშურში არ ჩამოვალ და მან და ვივარჯებან რაღაც იქ შიდა სამზარეულოს არ გავეცნობი ძალიან ცდები. ეხა მე მინდა აი ამაზე დაფიქრდე, გამოტოვებული რაც არის მან უნდა ჩასვა. მანამდე მე კიდევ ერთხელ ვისარგებლებ და გეტყვით ორი კათხა ჩვენი პირველი სპონსორი ჯერჯერობით რომლის მდებარეობაც გახლავთ ვარკეთილში ვიქტორ კუპრაძის 52 ნომერში და მაგ კრაფტულოდის 4 სახეობა და ეს კონკრეტული არის APA რომელიც მე ძალიან მომწონს და ჯერჯერობით ჩემი ფავორიტია მაგრამ ჩემს გემოვნებას მაინც ანედოთ მე ცოტა ის რა ვქია ცოტა სხვანაირი მსმელი ვარ. მე უფრო მეტი კომფორტი მინდა, მეტი გემოების თამაში და ხო, ნამდვილი ლუდის მსმელ ხალხს კიდევ არის იქ ხა მიყურებს ჩვენი ოპერატორი გიორგი, იმას კიდევ უფრო სხვა რაც ხა თუნდაც პილსნერი უფრო მოწონს. ასე რომ მანამდე ლუკას იფიქრებს. მივხვდი იმას, რა ქვია? მეთოდს ძალიან საინტერესოა, სხვათა შორის ვის თქო და შენზე ვიფიქრე და შენ მოგიხდება ეგ. შეიძლება წაიკითხო და ჩაგვისვა. აი მე როგორ მიყვარს ამ ადამიანს რომ ბევრს ვაფიქრებ და მე გულში რამდენს ეხლა რომ მორჩიო რამდენს შემაგინებს იცი? აღარსა და აღარ მოვა მე ჩემთან ვაფშე. ყველას გონია რომ ვარ 20-22 წლის და ვარ 27 წლის ბებე. ვის გონია რომ 20-22 წლის ხარ? ვინც არ მიცნობს. საერთოდ არ გონია. ეხლა შენ მიცნობ და არ გონია და ეხლა თავიდანაც არ მეგონი როდის მე შეგაგიცანი. 20-22 წლის გონია. გრიგალაშვილთან შენი დაპირისპირების ამბავი მე არ ვიცი ვაფშე. რამდენჯერ გიჭიდავდი? 90-ში რო ყავდა, მაშინ იჭიდავა გრიგალასთან. რა ქენი? გაზურ ეტაპზე ორჯერ შევხვდი და მე დიდებში. რა ქენი მომიყავი ერთი? ნუ თავიდან ორჯერ მოვუყე და მე დატო მომიგო ევროპის ჩემპიონატზე მაშინ თან ოლიმპიადის კონკურენციაში. და ჩემპიონი გახდა მე მესამე ადგილი ავიღე. აი ასაკი რო ახსენე. დატო მოვოდი ალბათობით აქ და მე ვეტყვი. დატო მეგონა მინიმუმ 28-30 წლის. მე ხო ბევრად პატარა ვსგავ, მაგასთან შედარებით ბევრად პატარა ხარ ხო? არა 22-23 და ის კიდე ეგრე არა. აბა ბაში 26. გავიხსენოთ რა, ფინალი. მინდა რომ გაიხსენო, იმიტომ რომ მე შენთან არაზრუს არ მისაუბრია 2023 წლის დოჰას ფინალზე, სადაც პირველი ყოველთვის თავი დაანებო, ვინ გამოდის, როგორ გამოდის, იყო ქართველი. და ასევე ეგეც წესი ყოფილა გარკვეულწილად ტრადიცია რომ წვრთნელები, როდესაც ერთიანობის არ არის წესი. ანუ მაშინ ეგეც კეთილი გადაწყვეტილება იყო დაუწერელი კანონი. დაუწერელი კანონი. всё, იდეალური. ბევრჯერ დამინახავს რომ ეხა გავაკეთეს დაჯიმა და ის რა იყო, მურაო ხო იყვნენ და არ უცოდნენ? არ იყვნენ, არ გამოვიდნენ და მე მეგონა რომ ხოლოდ ჩვენ გავაკეთეთ ეგეთი რაღაც. არის, სხვა შორის იაპონელებს ბევრჯერ ყოფილა რომ ყოფილან წვრთნელები. მაგ მომენტში რამე იცვლება? ნუ გინდა არ გინდა, მაინც გინდა არ გინდა რაღაც როგორ არ იცვლება. ქართველს ხვდები, შენ გუნდელს ხვდები და რაღაც როგორ არ იცვლება, მაგრამ
ნუ სასწორზე იმხელა რამე დევს, რომ ბევრიც არაფერი არ იცვლება. ხო, კაცანგა ჩემპიონობა დევს სასწორზე და შეიძლება ისე არავე აღნიშნო, ანუ გამარჯვების შემდეგ ისე, ნუ შენი თანაგუნდელი რადგან არის, მაგრამ ნუ მსოფლიო ჩემპიონობა ვინც არ უნდა იდგეს შენ წინ. უშუალოდ ტატამზე პროცესზე რომ მითხრა, იმიტომ რომ იქ ისეთი მოძრაობა გააკეთე. რაც არაფერს არ მოასწავდა, რომ მაგას გააკეთებდი. და მე ძალიან მენატრება რამე ეგეთი სიგიჟე რომ გააკეთო. იქნება ნელ-ნელა რაღაც ახალი. საიდან მოიგონე რა იყო? აი რა მაგალითად სად შეამთ? თან მან შენ იწყებდი მოძრაობას, რომელიც იდეაში წაგიკითხა, ხო? მგონი და თან ისე იწყებდი რომ ის შეიძლება იმას რომ დაეგდეს საერთოდ. იმ მოძრაობით ლაშას ნუ ზოგადად ლაშას დახეთქება ძალიან რთულია, ძალიან გრძელი კიდურები აქვს, მაღალია, ნუ ძალიან ძლიერი სპორტსმენია ხა ამაზე. ორი აზრი არ არის. და ნუ რაღაც ახალი რაღაც მომიფიქრებინა რითაც შევძლებდი თან მოტყუებას და თან მომგებიანი გდების მოპოვებას, თორემ ნუ ერთი კონკრეტულით არაფერი არ გამოდიოდა, ასე რომ ვთქვა. და ნუ პატარა კი არა ძალიან მაგარი იყო. Change direction, okay. აი ეს ლეგენდარული ვიდეო რა ხო, შენ და ლაშა რო ჭიდაობთ, პატარები რო ხართ. ხო. ქეხშულის გადავიდა ხო, პატარა. ყვარელში. მაგ პერიოდში უშუალოდ ერთმანეთის წინააღმდეგ იწევთ და თხოლმე ვარჯიში თუ? კი, როგორც ეხლა მაშინაც სულ ერთად ვარჯიშობდით, მაშინ ვმზადებოდით ორცე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაჰამზე. მოიცა კადეტებზე ასაუბარი თუ ჯუნიორებში. ოკეი. ახალგაზრდებში. და მაშინ მე და ტატო ვიყავით პირველი ნომრები და ლაშა მაშინ 90-ში. არა თან წონა არ ქონდა, მაშინ როგორც მახსოვს 94-93 კილო იყო. 90-ში ასპარეზო. მაშინ ვინ უგებდით ხოლმე, როგორ იყავით ხო? იქ მე მოუგე ახალგაზრდების სანქტ-პეტერბურგში იყო ევროპის თასი. ხო. და ნუ იქ მე მოუგე და მე დავდექი ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიოზეც. და მე ლაშამ წონა შეიცვალა 90-ში დადგა და მსოფლიო მოიგო, მურავოს მოუგო ფინალი. ხო, მურავოს მოუგო ფინალი, მურავოს მოუგო ნახევარფინალი, აიცადე ოლიმპიადაზე მურავოს ხო შეხვდა? ოლიმპიადაზე ფინალი მოუგო. ფინალი მოუგო, ნახევარფინალი მოუგო მსოფლიოსი. შენ სანამ შეხვდებოდა. და ეხა მოუგო კიდე მურავოს. ხო. კაი, ესე იგი ჩვენი მომავალი ამოსავალი წერტილი არის ტოკიო ეხა ჯერჯერობით. ნუ ესე ჩანს, იმიტომ რომ მასტერსიც უნდა ყოფილიყო, ყაზახეთში უნდა ჩატარებულიყო ასტანაში, მაგრამ მე როგორც ვიცი გაუქმდა და დაარსამარტო, მაგრამ ეხლა მექსიკაში ჩაემატა გრან-პრი, მაგრამ იქ რამდენად სწავლთ არ ვიცი. გრან-პრი არ ვიცი, მაგრამ მე რაც გითხარი სექტემბრისთვის ჩვენ ვაგზავნით ვიზას. ეგ უეჭველი. იაპონიის არა ის. იაპონიაში მინდა. ლონდონში ვსწავლობ. ჩვენ წავალთ და ერთ პრემიერ ლიგურ თამაშს ვუყურებთ აუცილებლად. და ნუ თუ ეგ ბედნიერება გხვდა წილად, მაშინ მომავალ წელს დასაგეგმი იქნება იუნისის უიმბლდონი. თიშია მონებით. არ შემიძლია რომ მან დარჩამებლა ხო? არა ხო, მაგაში ის იქნება, ოკეი. მე ვარკვევ მაგ პროცესებს დაგიკავშირდებით ჩემო კარგად და ჩვენ მაგას მოვაგვარებთ. კაი, ეს მაისური ისე რომ აცვია რეინდომ რო არც მithქვამს რა ხდება, ეს არის ტატოს ხელმოწერა მაკლია მარტო. ყველა თავისი ექიმებიანად, მთლიანად სტაფის ხელმოწერა მსოფლიო ჩემპიონატზე და კიდევ ერთხელ მინდა რომ სანამ წარმატებას გისურვებთ, მადლობა გადაგიხადოთ მინიმუმ იმიტომ რომ ისეთი ემოციები გამიზიარეთ. თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე მიუხედავად ჩემი ინდივიდუალური, არ ვიცი, საშინელების დამანებით თავი მაგას აღარ სწრაფად გავივლი მაგას. და სოფლიოზე ხო საერთოდ და კიდე ერთი რამ მაინტერესებდა, იცი? სტორიც მე და ხალხის კომენტარებს ახ თან შენ ღია კაცი ხარ და არ გერიდება ხოლმე გამოუშვა. ხალხის კომენტარები იყო როგორ იცი? რომ ერთ დღეს ესე იგი მაგალითად თქვენ რომ მსოფლიო მოიგეთ ან ევროპაზე რომ თავი წარმოაჩინეთ და რაღაც ბევრი ინდივიდუალური ოქრო ქონდა თუ медали, მაშინ იყავით სპორტსმენები და ლეგენდები. ეხა ეთელი პარტელიანის გარდა რა გიქნეს ისე კომენტარებში? იგი ამას ჩვეულები ვართ. არ არსებული რა და მაგ დროს ერთი შეკითხვა მებადება ხოლმე რომ როგორი სახის გულშემატკივარი ყავთ თქვენ? იმიტომ რომ მე ნახევარს გულის ხო ფეხბურთის გულშემატკივრებს ვცნობ. მაგრამ ამ ძიუდოს გულშემატკივრებს ჯერ თავი ბოლო ვერ გავუგე, იმიტომ რომ თუ შენ გულშემატკივრობ მე
და დაგიცდა ფეხი ერთხელ ორჯერ სამჯერ მთელი წელი გააცდინე. რა ხდება, რამე შეხედულება მეცვლება? არსებობს ერთგული გულშემატკივარი და არსებობს ესეთი ანუ არსებობს შემნაირი ერთგული გულშემატკივარი. არსებობს ის გულშემატკივარი, ვინც დღეს გაქებს და მეორე დღეს მიწაში ჩაგდებს და იმის იქ ჩაგიყვანს და მერე მოიგებ ისევ აი ხო ვიცახდიო ითქოს და ესეთ ხალხს ახლა ყურადღებას აკონტროლებ ხომ ეს კომენტარებს თუ ნაკლებად. ანუ რაღაცებს გადავხედავ ხოლმე, მაგრამ ღლიცინებ როგორც და ვიცინი ვარ ისეთ ჩემზე დაწერილ კომენტარებზე რა თქმა უნდა და ზოგჯერ მინდა ხოლმე რომ დაუგულო, დაულაიქო, მაგრამ თავს ვიგავებ ხო. ოღონდ მანდ რა ქვია იტალიელამდე აუ არა ეს ძალიან სასწრაფო რაღაცებს ერე ხო. მაგრამ ეხლა რაღაც გაგახსენდა ვუჭველი. ხო? არა? კი, ბევრი იტალიელამდე მე და მამა შენა რომ ვინერვიულეთ, ანუ თან იცი რა იყო გადავა რომ ადგადა გავიდა მამუკა, მაგრამ პრობლემა ისაა რომ მე წავდექი და გავყვედა თან გადასაღები მაქვს სად რატო მომყვება ხოლმე არ ვიცი რომ გამოდივარ გადის და ის ახლიდან უყურე ხო და მეც ისე ინსტინქტურად გავყევი რომ დამავიწყდა რომ გიღებდი რომ მე ანუ მართლა რაღაცა ის ვიგრძენი რომ აი პირველად გულშემატკივრობა ძალიან რთულია ძალიან რთულია და თან ეგეც ნაღინიშნავს რომ სოფლიოზე ძალიან ბევრი ვიყავით აი ძალიან მართლა აი ბოლოს მე და ჰაჯიების ვისხედით უყურებდით ტაჯიმას ჭიდაობას და ის ქართველებს ანუ მოწოლის ქონდათ რომ ანუ ჩემი ხო მორჩა და რომ ვერ ითმენენ და ქართულად გულშემატკივრობენ და ტაჯიმა და მურავ იაპონელები ჭიდაობენ და ქართულად გულშემატკივრობენ ანუ ჯერ ამდენი ქართველი ვარ რომ ყველა წამოხვედით და არა მეთქე ორსულები და ბავშვები და ანუ სულ ქართველები ვიყავით აი 70% ქართველები და ეს ყველაფერი ძალიან მაგარია ისე ხაი ტოკიო რომ მოგწონს ტოკიოში ქართველები ხო არ არიან ხო ძალიან იშვიათად მაგრამ ოფიციალური პირები ალბათ სხვა არა ხო და ვინ გულშემატკივრობს მე იქ რო გიყვარს იქ ყველგან ხო გულშემატკივრობს ზოგადად შენი თავი შენ თვითონ და გაიტანო ხა ცხოვრებისეულია ძიუდაც კაი ვიგარი ესე იგი შენ ტოკიო გასაგებია სოფლიოს კიდევ ერთხელ გილოცავ ხედა როგორი განსხვავებული კაცია რომ მე ის კი არ გითხარი რომ მომიტანე შენი ბრინჯა ვაკ დამიდეთ არ ჭირდება შენი ბრინჯა მე უკვე კარგად გავსინჯე ის მანქანაში გიგდია ხო ინგლისის ამბავიც გავარკვევთ და აუცილებლად იქიდან ცალკე ეგ ბრალობიჩ თქვი ხათ მარტო ჩემზე თქვი ხო და ოპერატორებმა ჩვენ კონტენტი გავაკეთოთ იქიდან კაი და სხვათა შორის ეგ შეიძლება აი ის არის მაგაზე ვიფიქრებ სპონსორი ვინ ყავს სპონსორი გვეყოლება იქ აუ თან შენ ისეთ პერიოდში უნდა წავიდეთ რომ არაფერი ხო ახლა იქ რო წამოხვალ რა უნდა გქონდეს აუ მაგარს ერთ ბაკალი უძბოლობდე და აუ ერთ ბაკალო კაი და რაო როგორო 6-7-8 და მე სექტემბრიდან ჩემს თავთან მაქვს ნათქვამი რომ რაღაცას ვიზავ ჩემი დროის მენეჯმენტში აუცილებლად რომ შენ ტენისში რევანში აგიხო მაგაზე მოდი არ დაკარგო დრო შენი რესურსები სხვა რამეს მოკიდე ხელი სპონსორები მოიძიე ვინმე კარგი სტუმრები ნახე კაი კონტენტს ვიღებე კაი ეს დავიმახსოვრე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და ყველაფერი საუკეთესო გულში ხარ კიცი მადლობა პატივსაც შენ და იმედია მოიწამლე ძიუდოთი და ხშირად წამოხვალ სხვა რა გზა სამსახურებრივი მოვალეობების გარეშე ხშირად ვესტუმრები ხოლმე წარმატებები